მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მშვიდობა მოგცეთ, სიყვარული, ლოცვა, ნიჭი, წყალობა, დედა ეკლესია მოუახლოვდა მესვერესა და ფარისევლის კვირას და უახლოვდება მარხვის დასაწყის და კიდევ ერთხელ გვახსენებს დედა ეკლესია, როგორი უნდა იყოს ადამიანის შინაგანი განწყობა, სულიერი მდგომარეობა, როგორი უნდა იყოს მისი ლოცვა და მართებული და არამართებული ლოცვის შესახებ გვასწავლის ჩვენ. მართებული სულიერი განწყობის და არამართებული სულიერი განწყობის შესახებ გვასწავლის ჩვენ. ესე იგი, მეზვერესა და ფარისევლის ორი პიროვნების მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ორ პიროვნებაში ჩვენ უნდა დავინახოთ ყველა ადამიანი, რომლებიც ხან ერთ უკიდურესობაშია და ფარისევლის მდგომარეობაში იმყოფება და მეორე მეზვერის მდგომარეობაში, როდესაც თავის ცოდვილობას აღიარებს. როგორი განწყობა აქვს ფარისეველს? ის არის, ესე იგი, ამ მდგომარეობაში მას ესეთი დამოკიდებულება აქვს წინ დგას, გამოჩენილ ადგილას და მისი ლოცვა ესეთი ამპარტავნული შინაარსისაა. ჩამოთვლის თავის სათნოებებს, რომ შესაძლებს აკეთებს, რომ მარხულობს, რომ არის მოკლედ კარგი მორწმუნე და ამავე დროს იწყებს განკითხვას, რომ არ ვარ ვითარცა ის თუნდაც ის მეზვერე უკან რო დგას ცოდვილი და აი ასეთია მისი შინაგანი მდგომარეობა. სულ სხვაგვარ სიტუაციას ხედავთ ჩვენ მეზვერეს სულში, ის უკან დგას, თავის აწევას კი ერიდება და ერთადერთი რასაც ის ამბობს, ღმერთო მილხინე მე ცოდვილს ამას და შემიწყალეო მე. ესე იგი, ერთი პიროვნება ფარისეველი აბსოლუტურად ვერ ხედავს საკუთარ თავს, მეორე მეზვერე, რომელიც უკვე ჩაწვდა თავის ცოდვილობას და შეღაღადებს ღმერთს, რათა მან იხსნას აი ამ სულიერის ნეულებებისაგან. ჩვენ წმინდა მამები გვასწავლიან, რომ არსებობს ჭეშმარიტი და ცრუ მე. ანუ მეზვერისა და ფარისევლის იგავში ჩვენ ამას ვკითხულობთ, რომ ფარისეველი არის, ესე იგი, ცრუ მეს თაყვანისმცემელი, ხოლო მეზვერე არის, ესე იგი, დადებითი მეს, ანუ საკუთარ თავს, როდესაც რეალურად სწორად აფასებს. ადამიანი იოლად ცხოვრობს საერთოდ სიცრუით. ეს იული ფორმა, ხო, სიცრუე, ანუ ის პრინციპში ატყუილებს საკუთარ თავს, არის მუდმივ ცთუნების მდგომარეობაში და რომლის საფუძველი ცხადია არის ამპარტავნება. და წმინდა მამები აღგვიწერენ აი ამ ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება ფარისეველი აი ამ ლოცვის დროს და რა შეინიშნება მასში, ესე იგი, კაცთმოძულება. ხო, ის ამბობს, რომ არ ვარ ვითარცა ის მეზვერე თუნდაც, ხო? ანუ ის ყველაზე უკეთესად თვლის თავს. ის არის ჩაფლული ბნებებში, ამპარტავნებით, პატიმოყვარეობით, დიდების მოყვარეობით, ცხადია იქ ვერცხლის მოყვარეობაც იქნება. არის აი ამ ფანტაზიაში, რომ რაღაცას წარმოადგენს საზოგადოების წინაშე. და ფაქტობრივად ეს არის თვით განადგურების გზა, რომლისკენაც მიილტვის ეს ფარისეველი. რა ხდება აი ამ ადამიანის სულში? შინაგანად ღვთისაგან განშორებული ადამიანი აი ამ ნეგატიური ფსიქიური პროცესების ქვეშ იმყოფება, რაც ზოგადად ახასიათებს ცოდვის განვითარებას, რაც მოწმობს იმას, რომ ის განშორებულია ღვთისაგან, მისთვის უცხოა ყოველივე ღვთაებრივი და ასეთი ადამიანი იკეტება საკუთარ მესში, საკუთარ თავში და თავის სულში და არ სურს დაინახოს რა ხდება მის ირგვლივ, საერთოდ არ სურს დაინახოს რა ხდება მის სულშიც და იქ მას დაფარული აქვს ეს თავისი შიშები, თავისი სასოწარკვეთილი მდგომარეობა, ეს ყოფითი ასე ვთქვათ ჩიხი, რომლისგანაც გამოსავალი აი იმ გზით, რომლითაც მიდის ფარისეველი არ არსებობს და ესეთი მშფოთვარე სული ეძებს რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, ალიბს,
რომ რაღაცნაირად გაიმართლოს თავი და ის ხელოვნურად ქმნის შემდეგ უკვე აი ამ კარგი მლოცველი, კეთილი, სათნო ადამიანის იმიჯს და თუ ასეთი ადამიანი იწყებს მით უფრო რელიგიურ ცხოვრებას, ის სავსებით დარწმუნებულია თავის სიმართლეში, რომ ის ნამდვილად ცხონდება, იმიტომ რომ არის ესეთი კარგი ქრისტიანი. სინამდვილეში მისი მდგომარეობა აბსოლუტურად არ არის ღვთისთვის მისაღები სათნო, იმიტომ რომ მხოლოდ გარეგნულია ფორმა და არავითარი შინაგანი მას არ ახასიათებს. ამავე დროს მისი აი ამ ფორმალურ სათნოებებს არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილად ქრისტეში ცხოვრებასთან, როგორია ეს ფარისევლის ლოცვა, ძმაუნდათან, ის საკუთარ ასე თქვათ სათნოებებს ჭყალებში განადიდებს, ანუ მისი ლოცვა არ არის ღმერთთან კავშირი, ურთიერთობა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია აი ამ ლოცვის დროს. ეს არის პრინციპში მონოლოგი, რომელსაც ესე იგი ეს თავმოყვარი ადამიანი ახორციელებს, რომლის თავარი კერპი არის საკუთარი მე, ანუ საკუთარი თავის თაყვანისცემა. მისი მოჩვენებითი ეს სათნო ცხოვრება შენიღბულია აი ამ სიცრუით, ამპარტავნებით, სიკეთეებით, რომელსაც ის აკეთებს, ხო? იქ შესაწირსაც აკეთებს, თითქოს მარხულობს გარეგნულად, არ გამოიყურება ცუდად, მაგრამ ფარისეველს არ ადარდებს, რომ სათნოებები საერთოდ ჭეშმარიტებისთვის არსებობს, ხო? მაცხოვარი რაც ბრძანებს, რომ შეიცანი ჭეშმარიტება და მან განგათავისუფლო შენ. მაგრამ იმისათვის, რომ შევიცნოთ ჩვენ ჭეშმარიტება, უნდა გამთავისუფლდეთ აი ამ სიყალბისაგან, ხო? ცოდვებისაგან. ჩვენ გვიმოვნებს ნივთები, სხვადასხვა თანხები, ფული, საგნები, რა ვიცი, მანქანა, აგარაკები, ასე შემდეგ და რომლებიც განსხავსებს პრინციპში ჩვენს აი ამ ვითომ ბედნიერებას და ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის ასკეტური ცხოვრება, მოღვაწეობა, რაც საფუძველია მართლმადიდებელი ცხოვრებისა და სწავლებისა და სხვაგვარად პრინციპში ადამიანი ქმნის აი ამ თავის პატარა-პატარა კერპებს და ბოლოს საკუთარი თავისგან, ესე იგი, საკუთარი მეს აკერპებს. ამის შესახებ ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია, მაგრამ ფარისევლის ეს და მეზვერის მიგავი ეს ამას კარგად წარმოაჩენს. მას როგორც ჩანს, არც გააჩნია არც ღმერთთან ურთიერთობა, არც მოყვასთან, ის ჯეროვანი როგორიც არის საჭირო, ის უარყოფს პრინციპში ყველაფერს და ყველას, რათა თვით აი ამ დამკვიდრება მოახდინოს იმ საზოგადოებაში, რომელშიც იმყოფება და ეს არის ცხადია ის ხიბლის მდგომარეობა, რომელიც უარყოფილია ეკლესიის მიერ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოროტება ჩვენ შინაგანშიაო, რომ ჩვენ არ გვაქვს სიყვარული, ამიტომაც არ მივიჩნევთ მოყვას ჩვენს ძმად, ხო? ან დად და დედად და როდესაც სულიერი ცხოვრება კარგავს აი ამ მიზანს, მთავარ მიზანს, რისკენაც უნდა იყოს წარმართული მთელი ჩვენი ცხოვრება და საქმიანობა, მისი ცხოვრება აბსოლუტურად უშინაარსო ხდება და ფაქტობრივად არა ადამიანურიც, ხო? ის ადამიანსაც არ ემსგავსება. ეს პირფერობა, სიყალბე, ცხოვრების წესად იქცევა, შედეგად მივიღებთ ჩვენ არა გულისხმიერ ადამიანს, რომელიც არის თავისი პოტენციალით, არამედ ის მონსტრი, რომელიც შემდეგ ანადგურებს აი ამ სიყვარულს კაცობრიობაში. ხშირად ადამიანის სულიერებაზე მსჯელობენ მისი რაღაც გარეგნულით, ხო? ან განათლებით, ან შეიძლება რაღაც ხმა კონდეს კარგი, ან შემოქმედებითი უნარით და ან ლამაზად საუბრობდეს და სინამდვილეში სულიერი ადამიანი ისაა, ვინც ღვთის ნებას აღასრულებს. ანუ აქვს მორჩილება ეკლესიის სწავლებისა, ცნებებისა, ეკლესიისგან მოძღვრისა და შესაბამისად აი ამ სულიერ მდგომარეობას, სულიერი მოღვაწეობას ქვია სულიერი ცხოვრებაც და საკუთარი ჭეშმარიტი მე, რაზეც თქვით თავიდანვე, ეს ხედვა გაცილებით უფრო რთული მოსაპოვებელია, ანუ შინაგანი სულიერი მდგომარეობის დანახვა, ანუ ჩვენი სიბინძურის დანახვა, რომელიც ჩვენში ძალიან ბევრი არსებობს. ადამიანი, ესე იგი,
წმინდა მამების თქმით, უნდა შევიდეს აი ამ თავის საგანძურში, სულში, იქ უნდა განჭვრიტოს თავისი უარყოფითი ეს ნაკლოვანებები და განეწმინდოს აი ამ ცოდვებისაგან და მოიპოვოს მადლი ღვთისა თავის გულში, სულში და ამიტომ ეს პროცესი მამების თქმით არის მტკივნეული, არ არის იული, როგორც ასკეზის ნებისმიერი სახეობა, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანის გზა არ გახლავთ იული გზა. ის არ არის არც ის ფსიქოანალიზი, რომელსაც ადარებენ ხოლმე არამართებულად. მას მიყავს ადამიანის ზეცისაკენ. ხოლო სხვა დანარჩენი გზა, პირიქით, აი ამ ფარისევლურ თვითგანადგურებამდე მის საკუთარი თავის თაყვანისცემისკენ მივყავართ, აი ამ მოჩვენებითი სათნოებებისაკენ და მისი გონება იბინდება აი ამ ცუდი აზრებით, გული უხეშდება ამ დროს, შიში ეუფლება, ესეც რაღაც გარდაუვალი პროცესია, ის ვერ ეგუება, რომ აი ამ ჯოჯოხეთურ მარტოობაში იმყოფება აი ამ სიცარიელეში და სულ უფრო და უფრო მიმართავს თავის მართლებას. ყველანაირად ცდილობს რაღაცნაირად ადამიანებისაგან იყოს განდიდებული, თაყვანისცემის საგანი გახდეს, საკუთარი თავის თაყვანისცემას ითხოვს და მაცხოვარი მიმართავს არა მხოლოდ იუდეველებს, ამ შემთხვევაში ჩვენს კარგად უნდა გავიაზროთ, არამედ თანამედროვე ქრისტიანებსაც ჭეშმარიტი და ცრუ მეს თაყვანისცემა წარმოჩინდება სწორედ ჩვენი აზრებიდან, საქმეებიდან, ურთიერთობიდან, თავად სულიერი ცხოვრებიდან და ქრისტე ითხოვს ჩვენგან, რომ ვიყოთ გულწრფელნი, ერთგულნი ჭეშმარიტებისა და სხვა გზა კიდე ცხოვრებისათვის არ არსებობს. ეს ჩვენი სახარების ეს მეზვერისა და ფარისევლისათვის იგავის მიხედვით მაცხოვარი გვაძლევს ჩვენ და გვასწავლის ლოცვის წესს, ლოცვის მაგალითია შემოთავაზებული, როგორი უნდა იყოს ის. მეზვერის ლოცვა განსჭვალულია ცოდვის შეგრძნებით, რომელსაც მისი ცხოვრებისა და საქმეების გამო არ ქონდა უფლება ღვთისგან გადარჩენა ეთხოვა, იგი მინდობილი იყო აი ამ ღვთის გულმოწყალებას და როგორც ყველაზე ცოდვილი იდგა ტაძრის კუთხეში ბოლოში უღირსი, ის ვერ ბედავდა ძმამდადანო მზერის ამაღლებას, იდგა თავდახრილი, სინანულით სავსე, ლოცვას შეერთებული ახსარებით ამბობდა ესე, რომ ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს ამას და შემიწყალე. მისი ლოცვა იმდენად გულწრფელი და ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოდვილი მეზვერე ტაძრიდან ესე იგი გამართლებული გამოვიდა, როგორც ბრძანებს სახარება, მეზვერის ლოცვა შესმენილ იქნა, ხოლო ფარისევლის ლოცვა პირიქით ცოდვად შეერაცხა, მან წყალობის ნაცვლად ის ღვთის რისხვა მოიმკო და აი ეს ფარისეველი ვერ გზნობდა აი ამ სულიერ ტკივილს, იმ მიზეზის გამო, რომ მისი გული, როგორც მოგახსენეთ, სავსე იყო აი ამ თვითკმაყოფილებით, თავისი ცდუნებებით, ხოლო სინანულისათვის ის აბსოლუტურად მკვდარი აღმოჩნდა. და მეზვერის მოკლე ლოცვა შეისმინა ღმერთმა, წმინდა მამები ასე წერენ, რომ როცა ადამიანის სულში აღმოცენდება ჭეშმარიტი სინანული, მოევლინება მას სიმდაბლე და სულის შემოსულება და აეხილება თვალი ცოდვებზე. მაშინ მრავალმეტყველება ხდება მისთვის შეუძლებელი, ჩაუღმავდება იმ საკუთარ თავის, დაინახავს იქ სულის წყულებს და იწყებს ღაღადის ღვთისადმი და მოკლე ლოცვით. ამას ამბობს იოანე კიბის ამღწერელი, ის გვირჩევს, ნუ იქნება შენი ლოცვა სიტყვა მრავალი, აზრი რომ არ გაერთოსო სიტყვების განხილვის დროს და მეზვერის ერთმა სიტყვამ მოულბო გული ღმერთს, ერთმა სწორად აი ამ წარმოთქმულმა სიტყვამ გადაარჩინა ფაქტიურად ავაზაკიც და ლოცვის დროს მრავლისმეტყველება ხშირად ფანტავს გონებას, ხოლო მოკლე ლოცვა აფხიზლებს მას. ამიტომ მოგზაურობის დროს, ტრაპეზის დროს, საზოგადოებაში ყოფნის დროს, საქმიანობის დროს, როცა არ გვაქვს ჩვენ საშუალება ვილოცოთ ბაგეებით ამის გაკეთება, ადვილად შეიძლება აზრებით, შინაგანი გულისხმიერი ლოცვით. ესე იგი, ხშირად წარმოვთქვათ მოკლე ლოცვას, ჩვევაში რომ გადაგვივიდეს და
ესე იგი, ღვთის მსახურების დროსაც კარგია ვიმეოროთ ეს მოკლე ლოცვა გულში და ეს ხელს არ შეგვიშლის ფსალმუნების გალობის მოსმენაში პირიქით. გვეხმარება კიდეც